ევროკავშირში საქართველოს გამო იმედგაცრუება უკვე აშკარაა. ასეთია რადიო თავისუფლების ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიის სათაური. ევროკავშირის ოფიციალური პირი ხმამაღლა გამოთქვამს ეჭვს დემოკრატიისადმი თბილისის ერთგულებაზე. ბრიუსელში ნიკა გილაურთან შეხვედრის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზომ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობებისთვის საქართველოს დემოკრატიული რეფორმები უნდა გააგრძელოს, მათ შორის მედიის თავისუფლების კუთხითაც. მან ხაზი მომავალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასაც გაუსვა. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ევროკავშირის ლიდერები იმედგაცრუებულნი არიან მიხეილ სააკაშვილის არასწორი მმართველობით. ევროკავშირი აღაშფოთა 2007 წლის ბოლოს ოპოზიციური დემონსტრანტების ძალადობრივმა დარბევამ და 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტმა. ბაროზომ შეშფოთება გამოხატა ქართული პროსახელისუფლებო ტელეკომპანიის იმედის ინსცენირებული რეპორტაჟის გამო. იმედს, რომელიც ერთ დროს აც გარდაცვლილ მაგნატს ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა, ახლა მფლობელთა გაურკვეველი სტრუქტურა ხელმძღვანელობს. მას სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი არველაძე მართავს. დამოუკიდებელი ექსპერტები ამბობენ, რომ ის მთავარი პროსახელისუფლებო არხის რუსთავი 2-ის იდენტურ მაუწყებლობას თავაზობს მაყურებელს. სააკაშვილსა და არველაძეს შორის არსებული კავშირები აჩენს კითხვას, ხომ არ მონაწილეობდა ხელისუფლება იმედის რეპორტაჟის შექმნაში. ევროკავშირის მისიის მუშაობის გაგრძელება საქართველოს პოლიტიკის მნიშვნელოვანი ამოცანაა. თუ ქვეყანაში შესაბამისი დემოკრატიული რეფორმები არ გატარდა, მაშინ შესაძლოა მისიამ მუშაობა შემოდგომაზე შეწყვიტოს. წერს სტატიის ავტორი.